მოგზაურობის მოგესალმებით ფეხბურთის ფედერაციაში ვიმყოფებით იქ სადაც არალეგიტიმური პრემიერი ხდება ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ახლა თქვენ ხედავთ სურათს რა ხდება შესასვლელში ჩვენ ჟურნალისტები რომლებსაც გვაქვს მიკროფონი და კამერა შემოგვიშვეს იმ ტერიტორიაზე სადაც ახლა პრემიერი არალეგიტიმური პრემიერი ხდება ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს მაგრამ ჩვენი კოლეგები რომლებიც ასევე სპეციალური პრესკარტით არიან მოსულები მათ არ უშვებენ შიგნით განსაკუთრებული მობილიზება კი არის გარეთ და ფაქტობრივად ერთგვარ კლეტკებში არიან მზია ამაღლობელის მსგავსად მოქცეულები ასევე მზიას მეგობრები და კოლეგები გელა შველი არის აქ მე მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები გელა აი ასე შეძახილებით ცდილობენ გააგონონ ირაკლი ყობახიძეს მათი სათქმელი ნინო ზურიაშვილი აქვს რას ნიშნავს აი ეს ზღვარი ფაქტობრივად კლეტკებში მოგახსოვს მაგრამ ეს შიში არის ხელისუფლების ჩვენ აი ასეთი ტიპის ჯებირებს ყველგან გადავლახავთ ამიერიდან ჩვენ უკან დასახევი არ დაგვიტოვეს 18 დღე არის შიმშილობს ჩვენი კოლეგა აბსოლუტურად უდანაშაულო და ცილის წამებით და რაღაც საშინელი შეურაცხყოფილი ადამიანი მის მიმართ არანაირი ასე ვთქვათ სისხლის სამართლის საქმე უნდა დაწყებულიყო დგებუაძის მიმართ ვერ ვიგებთ დაიწყო თუ არა ყოველ შემთხვევაში როგორ ვითარდება ეს პროცესი ჩვენ ამას არავინ არ გვაგებინებს მასალების ამოღება გვინდა არ საქმის კურსში არ გვაყენებენ და ადამიანი სიკვდილის პირისპირ დგას და ვითხოვთ რომ პროკურატურა მიმართოს რასაჭიროა წინასწარი პატიმრობა პროკურატურა მიმართოს არ მიმართავს სწორედ ამიტომ ამ გულსიუ სასტიკ ხელისუფლებას რომელმაც ომი გამოგვიცხადა გვინდა რომ პირდაპირ გავაგებინოთ ჩვენი მესიჯები ჩვენი თავარი მესიჯი არის თავისუფლება მზიას და თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლება მზიას ასე უნდათ რომ გააგებინონ ირაკლი ყობახიძეს ის სათქმელი რაც უკვე ორი კვირა ეს ადამიანები აჟღერებენ ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას გირაოთი ან სხვა ღონისძიებით მაგრამ ამ დრომდე სისტემა არ ცდილობს პოზიციების შეცვლას და მზია ამაღლობელი რჩება საპრობილეში ის მე-18 დღეა რაც შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე გელამ თიულიშვილი არის აქ და შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ გელა რას ნიშნავს აი ეს წინაღობა რაც ჩვენ შორის არის ჩვენ მეც ჟურნალისტი ვარ და შენ პრემიერად წოდებული მშიშარა დაცვით ხომ შევარდა რამდენიმე წამით შეგვასწრო შიგნით და მე გამოვიდნენ და ჯაჭვით დაკეტეს ლოკომოტივის სტადიონის შესასვლელი კარი რომ აი 5 ჟურნალისტი 6 ჟურნალისტმა მოვასწარით როგორც კი გავიგეთ და ისე ეშინიათ რომ შესასვლელი ჭიშკარი ბოქლომით დაკეტეს ჩვენ დავხვდებით მათ ყველგან ყოველთვის ვიდრე მზია ამაღლობელი ჩვენი კოლეგა რომელიც უკანონოდ ყავს დაპატიმრებული რუსულ რეჟიმს არ იქნება თავისუფალი ვიდრე სინდისის პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები ვიდრე ეს ქვეყანა არ იქნება თავისუფალი დღეს გვმართავს რუსული რეჟიმი წენანაც ვამბობდი და ვიმეორებ 18 დღეა მე და ჩემი კოლეგები პროფესიულ საქმიანობას ვართ მოწყვეტილები ფაქტობრივად ვეღარ მუშაობთ როგორც ჟურნალისტები ეს ჩვენი არჩევანი არ არის ეს გვაიძულა რუსულმა რეჟიმმა ივანიშვილის დიქტატურამ ყველაფერს გავაკეთებთ პირობას ვდებთ ვიდრე თავისუფლები ვართ სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ რომ მზია იყოს თავისუფალი სინდისის პატიმრები იყვნენ თავისუფლები 18 დღეა ჩვენი კოლეგა ციხეში შიმშილობს მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ორად ორი მოთხოვნა გვაქვს გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან და პასუხისგებაში მიეცეს ბათუმის პოლიცმაისტერი ირაკლი დგებუაძე არ შესრულდება ეს მოთხოვნები ყველგან ვიქნებით და ყველგან დავხვდებით მათ კი ნამდვილად მთავარი მოთხოვნა არის რა თქმა უნდა რომ მზია ამაღლობელი გამოვიდეს ციხიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი ან სხვა რაიმე მსუბუქი ღონისძიებით მაგრამ ჯერჯერობით გარკვეული ნაბიჯები არ იქმნება მზია კი 18 დღეა რაც შიმშილობს ის არის სუსტად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რისკის იქიდან გამომდინარე რომ მას ქრონიკული დაავადება აქვს და ნებისმიერ წუთს შიმშილობა შეიძლება რომ იყოს ძალიან დამაზიანებელი მზიას ჯანმრთელობისთვის და შეიძლება ითქვას რომ ადამიანის სიცოცხლეც შეიძლება ძალიან სევდიანად დასრულდეს, ლეტალურად დასრულდეს, ამაზე ყოველ განცხადებებს აკეთებენ მედიკოსები, სხვა ჟურნალისტებიც არიან აქ, რომლებსაც მე ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. ნინო, თქვენ
კითხვები გაქვთ თუ არა ირაკლი კობახიძესთან და ის რაც ახლა აქ ხდება ჩვენს შორის არის ფაქტობრივად ღობე გაკეთებული ჩვენ შემოგვიშვეს თავისუფლად თქვენ არ გიშვებენ რაზე მეტყოლებს ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას ეშინია კრიტიკული მედიის და ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა ჩვენ კითხვები არ გვაქვს ჩვენ გვაქვს მოთხოვნა რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი პატიმრობიდან ის როგორც იცით მე-18 დღეა უკვე შიმშილობს და ეს არის უკვე კრიტიკული პერიოდი და გამორიცხულია რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა იყოს დამაკმაყოფილებელი და ის იყოს კარგად ის არის უსაფუძვლოდ და უკანონოდ დაკავებული მხოლოდ იმიტომ რომ არის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი და ქართული ოცნება ებრძვის თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში ებრძვის მისდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მხოლოდ მათ სჯის მხოლოდ მათ დევნის მათ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ასისხლიანებს ძვლებს შეამტვრევს და არავის აქამდე არ მოსთხოვა პასუხი ამისათვის და ჩვენ ვხედავთ საპირისპიროდ უკვე 50-ზე მეტი ადამიანი არის სისხლის სამართლის წესით დაკავებული და მათ შორის არის მზია ამაღლობელი, რომელსაც არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, ეს უკვე არაერთმა იურისტმა შეაფასა და მაინც ხელისუფლება მას არათავისუფლებს საპატიმროდან. ჩვენი მოთხოვნაა რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მზია ამაღლობელი. მადლობა თქვენ უსმენდით მზია ამაღლობელის მეგობრებსა და კოლეგებს. მზია უკვე 18 დღეა რაც მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ ჟურნალისტები და ახლა მოსულები არიან არალეგიტიმურ პრემიერთან, რომელიც ხვდება ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რასაკითხთან არის შეხვედრა. ეს არის ჩვენთვის უცნობი ბუნებრივი ამ ღონისძიებას ჩვენ არ გავაშუქებთ, იმიტომ რომ ისინი არიან არალეგიტიმურები და ყველა მათი ქმედება არის ჩათვლილი როგორც არალეგიტიმურად და ბუნებრივია ჩვენ მისგან არანაირ პასუხებს არ ვითხოვთ ამ ღონისძიებისგან, მაგრამ დაუსვამთ კითხვებს მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, რატომ სჯიან ისინი მზია ამაღლობელს ასე სათანადოდ.